2012 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველის აპარატმა მარნეულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრს მიმართა. ინტერესის საგანს ბოლო 5 წლის განმავლობაში მარნეულში მოსწავლეთა მიერ ოჯახის შექმნის მიზეზით განათლების შეწყვეტის ასაკის დადგენა წარმოადგენდა. ასე გაჩნდა 2012 წლის სახალხო დამცველის გრძელ ანგარიშში ახალი თავი ადრეულ ასაკში ქორწინება. აღნიშნული საპასუხოდ მოპოვებული მონაცემების შემაშფოთებელ ინფორმაციას იძლევა. ბავშვთა ქორწინება ადრეულ ასაკში დღემდე გოგონათა უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მოუგვარებელ საკითხს წარმოადგენს. ადრეული ქორწინების კუთხით საქართველოში მონაცემები მიჩნეულია საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად. სიტუაცია საგანგაშო ნამდვილად არის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ამ თემით არ დაინტერესებულა წლების მანძილზე არც ერთი სახელმწიფო უწყება, რაც არის ყველაზე დასანანი. რაც შეეხება იმ სტატისტიკას, რომელსაც თქვენ გითხულობთ სახალხო დამცველის აპარატში, ეს არის, ესე ვთქვათ, ჩვენი მრავალჯერადი კორესპონდენციის შედეგად მიღებული იმწუთიერი დათვლის შედეგები. ფაქტობრივად სახელმწიფო არანაირ სტატისტიკას არ აწარმოებს. აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ კირნაჩი ერთი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. თამთა სწორედ ამ სკოლის მოსწავლეა. სოფელში, სადაც მხოლოდ ყურმოკვით თუ სმენიათ გენდერული თანასწორობის შესახებ, 15 წლის თამთა ნამდვილ ფემინისტად მოგვევლინა. ჟურნალისტიკაზე ოცნებობს და პრობლემური ოჯახების ძიებაში სოფლის მიუვალ გზებსაც არ ერიდება. დღეს თამთა ცდილობს მისი კლასელი იზა გაგვაცნოს. სკოლის საუკეთესო მოსწავლე, რომელიც ამჟამად დედობისთვის ემზადება. იზას სიყვარულის ისტორია მეგობრის დაბადების დღეზე დაიწყო. ამბობს, რომ ერთი ნახვით შეყვარების ამ დღიდან სჯერა. მაშინ 11 წლის იყო. შეყვარებულები 4 წლის განმავლობაში იყვნენ. ერთხელაც იზა მორიგ პაემანზე ქალაქის კაფეში მივიდა და მშობლებთან აღარც დაბრუნებულა. ასე იქცა 14 წლის გოგონა დიასახლისად. მერვე კლასში ვიყავი, რომ მითხრა თუ გამოვყვები ცოლადო. ჩემი დაქორწინება უნდათ ოჯახშიო. უთხარით სკოლა 12 კლასს დავამთავრებ და შემდეგ რა თქმა უნდა ნიშნობით როგორც წესი არის, ისე ჩვეულებრივად, მაგრამ ცოტა იმ დღეს ნასვამიც იყო, არ ვიცი, ძალიან დაიჟინა, ასე რომ თქვა, ძალით წამოვიყვანა, მაგას ვერ ვიტყვი, მეც მიყვარდა და რაღაცა უცებ გადავწყვიტე ესე მოულოდნელად. 14 წლის ასაკში რო გამოვყოლობდი და ეს ერთად შეგვიქმნა ოჯახი. ხშირად შეიძლება სიყვარულიც არის და არ არის, ვთქვათ, ტოლვა და არ ერევართ, ვთქვათ, ვნება სიყვარულში, მაგრამ ამ ასაკში არიციან ჯერ გაცნობიერებული არ აქვთ მოზარდებს, რომ მხოლოდ სიყვარული ან ურთიერთმოწონება არ არის საკმარისი ოჯახის შესაქმნელად. როცა შეყვარებულობის პერიოდს იხსენებს იმ მითქმა-მოთქმასაც, რომელიც სოფელში მაშინ ატყდა, რა დღიდანაც მისი სიყვარულის ამბავი გაიგეს. ჩემი მეუღლე არის ბიცოლა ჩემის დიშვილი. და ამაზე ვისაც უკვე ერთმა გაიგო, ანუ ახლა დღეს არაფერი არ იმალება, რომ ერთმა რო გაიგო, ძალიან ბევრი ჭორი გამოჩნდა შემდეგ. სოფელში ხალხმა ძალიან ცუდად მიიღეს. ამბობდნენ, რომ ჩუმად უკვე ეს დადიან, ისიც თქვეს, რომ ანუ ფარულადო ბეჭედიც კი გაუკეთესო, მეზობელს იმის უფლება არ აქვს, თქვა ყველაფერში ცხვირი ჩაყოს, არ მქონდათ იმის უფლება, რომ მამა ჩემისთვის და დედა ჩემისთვის ეთქვათ, რომ თქვათ მე რასაც მე არ ვაკეთებდი, ის დაებრალებინათ ჩემთვის. დაქორწინების შემდეგ მასზე ნაკლებს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, სოფლისთვის უფრო მიუღებელი შეყვარებული იზა აღმოჩნდა, რომელიც პაემანზე თანასოფლელ ბიჭთან დადიოდა, ვიდრე 14 წლის ასაკში დაქორწინებული გოგონა, რომელიც უკვე ბავშვს ელოდება. ახლა სულ სხვანაირად ფიქრობენ, ესეც იყო, რომ ჩემს სოფელში გავლა აღარ მინდოდა. იმიტომ რომ ისეთი სახით მიყურებდა ყველა, რომ მე თვითონ სხვანაირი ადამიანი ვიყავი. სახლში ესე შინაბრად არ დავждებოდი, ისე ცუდი კი არ მქონდა სახელი, მაგრამ ისე ამბობდნენ, რომ რაღაცა ვითომ მე ამ ოჯახში დავდიოდი მანამდე, ღამითაც რჩებოდი. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჭორებს მის გათხოვებაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ფსიქოლოგების მოსაზრებით, ადრეულ ასაკში დაქორწინება ხშირად სხვადასხვა პრობლემებისგან გაქცევის საშუალებაა. ხშირად თვითონ ოჯახში არსებული
დაძაბული კონფლიქტური სიტუაციებია. მოზარდისთვის მასტიმულირებელი იმისი, როგორც აი ფსიქოლოგები ეძახიან, პრობლემიდან გაქცევა. სახში მამაჩემისგან სულ კონფლიქტი მქონდა მამაჩემთან, სულ იმას მტკიცებდი რომ არა ეს ასე არ ყოფილა მე სასწავლებელში დავდივარ შეგიძლია დავურეკო ჩემს მასწავლებელს კითხო მე ისე კლავისებს სწავლობ ყველას ვურჩევ რომ ვისაც ვინც შეყვარებულია ალბათ უნდა დაიმალოს ალბათ 15 წლის იზა მეუღლესთან და როგორც თავად ამბობს ორ წყულ დედამთილ მამამთილთან ერთად ცხოვრობს თუმცა ამ ოჯახში პირველი ყველაზე ხმაურიანი და საბოლოო სიტყვა მაინც დიდ ბაბუას ეკუთვნის. დიდი ბაბუის კვალობაზე დავით გაბიდაძე იგივე ასლანა და სოციალურ ქსელებში აჭარელ წვერად ცნობილი ოჯახის უფროსი ახალგაზრდულად გამოიყურება. თავად 15 წლის ასაკში დაქორწინებულმა ცხოვრებაში ბევრი რამ მოასწრო. მათ შორის 6 შვილი, 17 შვილიშვილი და შვილთა შვილები. ეს ყველაფერი 18 წლიანი პატიმრობის პირობებშიც კი. 11 წელი ვიღავი, მაშინ გევიცანი ჩემი მეუღლე. და ჩერეჩუ ლამაზი გოგო იყო. მეც კარგად ცეკვობდი, მოვლილი მაქვს თბილისი, რუსეთი, ცეკვით. ხო და მე რომ გახდა 15-ისა, მოვიტაცე. და 3 წელიწად მამამისი არ მელამარგებოდა. არ არის ადრე 15 წლის ასაკში ცოლეს მოყვა. გოგოსთვის კარგია იმ შემთხვევაში თუ მომამთილი გაიყავს. არა, გააჩნია ადამიანს. არის სისტემა, ქათამზე რომ მივიღოთ და იმაზეც ეხოთ ადამიანზე ვიღოთ. თუ ცოტა ჯიშიანი ხარ, დედაჩემი ბაგრატიონია, მე ცოტა ჯიშიანიდან ვიყავ და მალე მოვიყვა ეხლა. ცოლი. მოვიყვა ერთ წელიწადში შვილი გიმიჩნდა. მეორე წელიწადში კიდევ გიმიჩნდა შვილი. სანამ თავრობა მარტი მიყვანა, ვარავდი შვილები მიჩნდებოდა. კიდევ გაირავ წამიყვანეს და 18 წელი არ ვიყავ და ბევრი არ ვყავს. ხო და ახლა შეხედავ, ხომ კარგია, ბევრი არის საქართველო. დავით აღმაშენებელის დროში იყო 13 მილიონამდე. ახლა ნელ-ნელა ვილევით ქართველები. რამდენი მეტი ვართ, იმდენი ძლიერი ვართ. რამდენი ერთი ხარ, იმდენი მალე გადადგდება. ოჯახურ იდილიაში მცხოვრებ დავით გაბიდაძეს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი შემთხვევა ნამდვილი პრობლემაა უფლებადამცველებისთვის. სახელმწიფომ თავისი პრევენციული პროგრამები, საგანმანათლებლო პროგრამა, სტატისტიკური მონაცემების დათვლა, სადამსჯელო ღონისძიებების გატარება, იქ მშობლების მიმართ საჯარიმო სანქციების გატარება და ასე შემდეგ. მთელი რიგი ღონისძიება, რომელიც დღეს სახელმწიფო უნდა განახორციელოს, უნდა დაიწყოს და ეს უნდა იყოს სისტემური. არსებობს ესეთი მუხლი 16 წელს ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარება სრულწლოვანი პირის მხრიდან. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. სწორედ ამ კუთხით არის შესაძლებელი დღეს ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში დაიწყოს, ესე ვთქვათ, სახელმწიფომ საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად ამ მუხლის არსებობისა, როგორც წესი, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო მეუღლეებს სამართლებრივად პასუხს არ ამისთხოვს. უფლებადამცველების თქმით, უკვე მომხდარ დანაშაულთან ბრძოლა ტრადიციებთან ბრძოლას ემსგავსება, რასაც შედეგად მხოლოდ ერთი პრობლემის მოგვარება სხვა პრობლემის ხარჯზე მოაქვს. უხშირეს შემთხვევებში საქმე გვაქვს ისეთ მდგომარეობასთან, როდესაც გოგონები თვითონ ირჩევენ თავის მომავალს, ირჩევენ ოჯახის შექმნის საკითხებს, ირჩევენ პარტნიორს, ირჩევენ ვადებს, აქედან გამომდინარე ძალზე რთულია წინ დაუდგეს ქვეყანა და კანონი იმ შეხედულებებს, იმ ტრადიციებს, რაც არის ჩამოყალიბებული ქვეყანაში, ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით ან ნებისმიერ ეთნიკურ ჯგუფში. ეს საკმაოდ რთული თემაა. იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი, მას შემდეგ რაც ფაქტი მოხდება, კიდევ უფრო რთულდება. აქ უკვე ტრადიციები, კულტურული ნაწილი და ასე შემდეგ ერთვება, ანუ ფაქტიურად შექმნილია ოჯახი და შემდგომ უკვე რეაგირება ფაქტობრივად აზრს არის მოკლებული. სწორედ ამის გამო არც კი ახორციელებს არც არანაირ რეაგირებას სამართალდამცავი სტრუქტურა. დედობა ბავშვობაში. ასე ქვია გაეროს წლიურ ანგარიშს, რომლის გარეკანზე 13 წლის დედაა გამოსახული. ის რომ საკითხი გაეროს წლიური ანგარიშის მთავარ ფოკუსშიც მოხვდა, მეტყოლებს იმაზე, რომ პრობლემა გლობალურია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვფიქრობ, ეს არის სერიოზული საპარტნიორო კოალიციის ჩამოყალიბება, ანუ ის ორგანიზაციები, იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო, მასმედია, ჩვენ ნამდვილად უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია იყოს მიტანილი ნებისმიერ ახალგაზრდამდე. უნდა გავერთიანდეთ იმის გამო, რომ ყველა პოლიტიკური დოკუმენტი, სტრატეგია, პროგრამა ასახავდეს იმ პრობლემებს და იმ საჭიროებებს, რაც ამ გოგონებს აქვთ. სანამ სოფლიო ნაადრევი ქორწინების პრობლემებზე მსჯელობს, კირნატში კიდევ ერთი ქორწილისთვის ემზადებიან. გაბიდაძეების სახლს 16 წლის ხათუნა სტუმრობს. ვა, ჩვენი დანიშნული გოგო მალე ქორწილი იქნება. ხათუნა 14 წლიდანაა დანიშნული და ოჯახის ნათესავია. მექანიკს მიღავს ეს, გემის მექანიკს. ვადა ფოლიანი ბიჭი, ჭკვიანი ბიჭი, დასწავლი ბიჭი. და შეეწყობია. ის რომ მისი სიყვარულის ისტორიაზე დავით გაბიდაძე უფრო მეწყობა, ვიდრე თავად გოგონა, გასაკვირი არაა. მან ხომ უფრო ადრე გაიგო მისი ნიშნობის ამბავი, ვიდრე თავად დანიშნულმა. ბედმაში გვახვედრა ერთმანეთს. რამდენი წლის იყო? შარშა. შარშანცი. ჩემთან შარშანცი იყო მოსული, შარშანცი. შარშანცი თქვენთან იყო მოსული, თორემ ჩვენთან შარშან მოვიდა. მაშინ პატარა იყო 14 წლისა. დააგახელი და მაგას ბეჭედი არა საჭირო ჩვენთან ახლა მე წამოასვა ღრუზე წამეგიდო. თავარია და სიტყვა ნათქვამი მამა და წაღვეს იმას, всё. ეს ყველა რა გათხოვდა და მოვჩდით თავს ასე. ჯერ სწავლა უნდა დამამთავრა. რომა კლასში ხარ? მე-11-ში. ვის შეგითხება მას ახლა შემოვიდეს? შემოგითხება რას? ვის შეგითხება? всё, ისო ახლა ჩამოვა და ეთუზო ქორწილი მაგო დამთავრებულია ქორწილია. ახლა მაგას შეგითხება მე არ ლაბარიგობს. მარტო მისით არ წყდება ეს ჩემი და მე შეიძლება გადაწყდება, გადაწყვეტილია. არა. გადაიფიქროს დიდიას ბაღი ხომ არა ხალხი ვარ დაცო. მაი შეიძლება იგივე თბილისში ქალაქში იყოს, მაგრამ ეს სოფელია, თავიდან ცოტა მოჭირებული სოფელი იყო. ეს სიტუაცია მეტყვი უნდა გააკეთო. აგმასი არა, შეიძლება ერთი თქვა და არ გააკეთო და აწიო გასმა და ჩვენი გიგიხრითოს, იმიტომ რომ შენ დამპირდი გუგოსმაზე და არ მომეციო. იმიტომ რომ სოფელში თავს გადაფიქრების უფლება არ აქვს. რატო დაგადაფიქრო? ადრეულ ასაკში ქორწინება ძირითადად წარმოადგენს გოგონათა პრობლემას. ბიჭები არ ქორწინებიან ადრეულ ასაკში. შესაბამისად ეს თემა წარმოადგენს გენდერულად სენსიტიურ თემას და ადრეულ ასაკში ქორწინება და იძულებითი ქორწინება, რომლებიც ხშირია, ასევე წარმოადგენს ოჯახში ძალადობის შინაარსაც ატარებს. შესაბამისად, ეს თემა მრავალმხრივ უკავშირდება ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში სხვადასხვა საკითხებს და სახელმწიფო ვერ გაექცევა ერთ ერთი კუთხით პასუხისმგებლობას. მდგომარეობა ძალზე განსხვავებულია ქალაქსა და სოფელს შორის, ასევე მდგომარეობა განსხვავებულია ოჯახის სოციალური სტატუსის მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს ტრადიციებთან, ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად უფროსები ოჯახი მოტივირებას უკეთებს შვილს, რომ გათხოვდეს ადრეულ ასაკში. ეს გადავიღე გუშინ წინ. მოკლედ კონკურსია და ახლა მალე ერთ კვირაში იქნება პასუხები. და თუ გამომარჯვა და თბილისში მივიდა რაღაც ტრეინინგებზე გენდერულ თემასთან დაკავშირებით. რა უნდა დაარქვა ბავშვს? ვერონიკა. ვერონიკა რა მაგარია? რაღაც სხვა სახელია. ხო. შენ არ ჩემია სახელი. მამა. რა კაი მუცელი გაქვს ეს. თუ ხათუნა სკოლის დამთავრებას მოახერხებს, იმ არასრულწლოვანთა სტატისტიკაში, ვინც საშუალო განათლებაზე უარი თქვა, არ მოხვდება. იზასგან განსხვავებით, რომელმაც უარი თქვა სკოლაში სიარულზე. ის რომ მსგავსი სტატისტიკა არსებობს, გოგონები პირველად თამთასგან გებულობენ. აი ნახეთ, რა გაჩვენოთ. აი ბოლო მონაცემები 7500-მა ბავშვმა შეწყვიტა სწავლა სკოლაში. შენ სავით? სიარული სკოლაში ესეთ მეტი გადაღლა არ შეიძლებოდა. ამიტომაც ესე გავაგდე სწავლა და ეხლა ვარ სახლში, როგორც დიაცახლი შეეფრება, ისე ვაკეთებ. კარგად ვსწავლობდი, ასე ვთქვათ, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, ძალიან ბევრი სიგელიც მიმიღია, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა ინგლისური. არ ვნანობ, მაგრამ უფრო ზოგჯერ დავფიქრდები, რომ ცოტა ხანს ყოფილიყავი, ის ახალგაზრდობა სულ სხვა მაინც. გათხოვილი ქალია, გასათხოვარი ქალი ერთმანეთისგან ძალიან მათი უფლებები განსხვავდება.
ისეთი თავისუფალი არ ხარ გათხოვების შემდეგ, როგორც ადრე იყავი. ცხოვრება რაღაცნაირად წამეყვანა და მე გავთხოვილი ვიყავი. ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. მაგრამ ეხლა რა ვერაფერს ვეღარ შეცვით, რომ ეს უკან დაბრუნება რა შეიძლებოდა, შეიძლება რაღაცები კი შევცვალო. მაგრამ ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ დედაც გავხტები. ალბათ და სულ მას მეუბნებია, რომ ხტები გოგოშვილის დედა და სულ მას შეყირები, რომ ნახოთ ეხლა შენ გოგო 14 წლის ასაკში გათხოვდება, რა უნდა ქნაო. ბავშვები, რომლებიც ქორწინდებიან, როგორც წესი, წყვეტენ განათლების მიღებას და თქვენ ნახეთ სტატისტიკა, რომელიც ნამდვილად საგანგაშოა, მარტო მარნეულის ესე ვთქვათ ტერიტორიაზე 5 წლის განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში 400-ზე მეტმა ბავშვმა შეწყვიტა განათლების მიღება. მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკოლას 500-ზე მეტი მოსწავლე ყავს. მე-12 კლასში ქიმიის გაკვეთილია, რომელსაც 3 ბავშვი არ ესწრება. გაკვეთილების გაცდენას საპატიო მიზეზი აქვს, მოსწავლე გოგონების ორსულობა. აქ ძნელად თუ ნახავთ მოსწავლეს, რომლის თანატოლი, მეგობარი ან თუნდაც ნათესავი ქორწინებაში არ არის. ჩემი მეგობრებიდან არის გათხოვილი გოგოები არის. რამდენი წლის არიან? 16-17 თუ რამედის არის. 23-24 გარგია, მაგრამ 16-17 ძალიან ცუდია ადრეა. მშობლების ნებართვით გათხოვდნენ. იმიტომ მშობლებმა ამბობენ, რომ მაგალითად ფული არ მაქვს. ჩემი აზრით ძალიან ცუდია, იმიტომ ის გოგოები ძალიან ბადარები არიან და უნდა ისწავლოთ სკოლაში. მე მყავს მეგობრები, მაგრამ არ ვეთანხმები. ერთი სიტყვის ცუდია რა. არ უნდათ სწავლოთ. ქიმიის მასწავლებელი ჰაგიგათ მუსაევა უკვე 42 წელია მარნეულის ამ სკოლაში ქიმიას ასწავლის. ყველაზე მეტად გული იმ მოსწავლეებზე წყდება, ვინც კარგად სწავლობს და დაოჯახების გამო იძულებულია სწავლაზე უარი თქვას. ხშირად ბავშვი კარგად სწავლობს და გათხოვების გამო 9 კლასის განათლებასაც ვერ ასრულებს. ძალიან გულდასაწყვეტია. მშობლები თავიდანვე ასე ზრდიან ბავშვებს. ადრეულ ასაკში გათხოვება ზოგიერთი მიჩვეულიც არის. თხოვდებიან 13, 14, 15 წლის გოგოები. 7300-ზე მეტმა გოგონამ დატოვა შაშან საშუალო სკოლა და ამის მიზეზი ვფიქრობ არის სწორედ მათი ქორწინება და მათი ოჯახური ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, მათთვის, რა თქმა უნდა, განათლებასთან ერთად შემდეგ პრობლემური ხდება ინტეგრაცია, მათთვის პრობლემური ხდება სამუშაო ადგილის მოძებნა, მათთვის წარმოუდგენლად რთულია იყვნენ მომზადებულები პროფესიული თუ პირადი ცხოვრებისთვის ისევე, როგორც მათი თანატოლები, რომლებიც ოდნავ გვიან ქმნიან ოჯახს. როგორც წესი, პედაგოგების მხრიდან ქორწინებაში მყოფი მოსწავლეების მშობლების დარწმუნება, ხელი შეუშალონ მათი შვილების ნაადრევ ქორწინებას თითქმის შეუძლებელია. მშობლების კრებას ყოველთვე უმართავდა სულ უხსნი, მათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებმა საშუალო განათლება მაინც მიიღონ. წელს 3 დაქორწინებული ყავს მაღალ კლასებში არიან მე-11 და მე-12 კლასელები. სწავლის შეწყვეტა ძალიან მარტივი პროცედურაა, მოდიან მშობლები და გთხოვენ ბავშვი ამოურიცხოთ. მშობლები იძულებული არიან შვილის შეძლებულ ბიჭს მიათხოვონ მატერიალური პრობლემის მოგვარების მიზნით, ასეთ დროს ოჯახებს შორის შეთანხმება ხდება. მარნეულის ცენტრში ქორწილზე მეოცნებე გოგონების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ქუჩაზე საქორწინო კაბების მაღაზიასთან ისევ ფუსფუსია. მაღაზიის გამყიდველი ყვება, რომ არასულ словнებს განსაკუთრებით ბრჭყვიალა კაბები მოსწონთ.
პატარებს ბრჭყვიალა და ფუშფუშა კაბები უყვართ უფროსებისგან განსხვავებით, ვინც უპირატესობას უფრო სადა კაბებს ანიჭებს. კაბის შერჩევისას მოყავთ მშობლები, ქმარი, სადედამთილო, ყველა ჩართულია. თუ რა მდგომარეობაა არასრულწლოვანთა ქორწინების მხრივ აჭარაში, ბათუმის საქორწინო კაბების მაღაზიიდანაც შეიტყობთ. ეხლა 15 კაბამდე გვაქვს დაქირავებული და მათ შორის არის უმეტესი არასრულწლოვანიც. მშობლის გარეშე არც ერთი არ მოდის, ანუ კაბის შერჩევაზე ახლავს უფროსებიც და რა ვიცი, უმეტესად გაპარულები არიან, ნიშნობით და რამით იშვიათად. არის 16, ხან 15, რა ვიცი, იყო ერთი-ორი შემთხვევა, რომ 13-იც გვყავდა. ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოს დიდი ქალაქების პრობლემაცაა, თუმცა 90-იანი წლების თინეიჯერებთან შედარებით დღეს ქალაქში მაცხოვრებელ არასრულწლოვნებს არცად ეჩქარებათ. ელენე ძნელაძესაც განსხვავებული თინეიჯერობა ჰქონდა. 14 წლის ასაკში ოჯახის შექმნის მიზნით სახლიდან გაიპარა. ახლა საკუთარი საქციელის უკვირს და საუბრობს იმ მიზეზებზეც, რამაც ამ ნაბიჯისკენ უბიძგა. ესეთი ხასიათი მაქვს რაღაცა რომ მიგრძალავენ და რომ მონებიან რომ არ შეიძლება ის უფრო მაინტერესებს და ძალიან აკრძალული მქონდა მე ეს ურთიერთობა როდესაც გაიგო ჩემო ოჯახმა ყველა ჩაერთო ამ ბავშვი რომ ეს იყო ჩემთვის აკრძალული და ვიპარებოდი ღამე ვითომ მეძინა ნუ რასაც ალბათ ყველა ბავშვი აკეთებდა რომ ხანდახან მეგობართან ვრჩები ვიძახ და ხვდებოდი ჩუმად და ნუ მე ძალიან რომ ამეგრძალა უკვე მივხვდი რომ ჩავარდი ტრაგედიებში ღამე არ მეძინა მივხვდი რომ არ შემიძლია და მოკლედ წავედი და გავთხოვდი 4 წელიწადში მეუღლესაც დაშორდა თუმცა ამ ქორწინებას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია თავიდან თავის მეგობრებს არ ჯეროდათ რა შენი და ანუ იტყოებს დღესდღეობით გვაქვს ძალიან მეგობრული ურთიერთობა არასდროს არ ვჩხუბობთ და ესე თითოეულ მე ყველაზე ახალგაზრდები დამყავს ძალიან მოწონს ეს ფაქტი და ერთადერთი უარყოფითი ამ ყველაფერს რაც აქვს არის ის რომ 14 წლის ასაკში ვერ აღიქვალ ამ ყველაფერს ისე როგორც მე ხო უკვე ჩამოყალიბებული ქალი რო ხარ შვილის გაჩენა ეს არის ქალისთვის ყველაზე ბედნიერი რამეთ რაც შეიძლება მის ცხოვრებაში მოხდეს. ხოდა მე ხო ხდები მე რაღაც დამაკდა მეგოჩი შატალოზე მოდიოდნენ ჩემი მეგობრებით ჩემთან სახლში წარმოგიდგენ მე უკვე გათხოვდი. გიოთი და ისინი შატალოდან გამოპარულები ჩემთან იკრიბებოდნენ სახლში. სკოლიდან წამოვედი, იმიტომ რომ რაღაცა ურსული სკოლაში და ეს ბავშვებისთვის თუდი მაგალითია იქ მასწავლებლები და დირექტორები. ეს არის პერიოდი, როდესაც ყალიბდება მოზარდი, ამას აქში ირჩევს ის სამომავლო პროფესიასაც, სამომავლო მეგობარსაც, საკუთარი თავის გაცნობასაც ამ პერიოდში ახერხებს და ამას კიდევ რომ დაემატება ეს ნაადრევი ქორწინება, რომელიც აი მოვალეობები არ აქვთ სრულყოფილად გაცნობიერებული, ხშირად ეს ხდება ხოლმე აი კატასტროფულად დამღუპველი იმისთვის, რომ ამ ოჯახს მომავალი არ ქონდეს. ჩემაში უნდა ისეთი ნაბიჯი რომ გადადგას 2 წელიწადში მე ბებია გავხდები ჩემნევრი. იმიტომ რომ 13 წლის არის 15 წლის ვიყავი მე რომ გავაჩინე და 2 წელიწადში შეგიძლიათ მობრძანდეთ უკვე ჩამწეროთ როგორც ბებიის სტატუსი. წერა გითხოდოთ ხო? არა. ჯერ სწავლეს დავამთავრეთ. მე რომ ნახავ. მეც მასე ამბობდი სხვათა შორის, მაგრამ ნახე ხასება. ხან ასწავლებლობა მინდოდა ხო? კი, თავზე მოდელობა მინდოდა. მოდელობა მეც მინდოდა ბავშვობაში. აი, ბავშვობაში ჩემი ხდება ბავშვობაში, მე ხაც ბავშვი ვარ. მაინც რამდენი წლის ასაკში აპირებდა ხოვებას. ჯერ არ ვაპირებ ყოველ შემთხვევაში. ჯერ არ აპირებ. მე ჟურნალისტობა მინდა და რა ვიცი, გასხოვებაზე ჯერ აზრადაც არ მომსულია. ეს კლიპი სახელწოდებით გოგონას ეფექტი სწორედ არასრულწლოვანთა ქორწინებას ეხება. აქ ორი გზაა ნაჩვენები. იმ გოგონების, ვინც ადრეულ ასაკში ქორწინდება და მათიც, ვინც ამ ასაკში სწავლა-განათლებას ანიჭებს უპირატესობას. უფროსებს კი იზღად არჩენიათ დაეხმარონ არასრულწლოვნებს სწორი გზის არჩევაში, იმ გზის, სადაც ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ.